როსტოვში ხორბლით დატვირთული რუსული გემი ჩაიძირა, ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. უცნობია გადარჩა თუ არა ვინმე, ინფორმაცია არ ვრცელდება არც საწვავის ჩაყრის შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ პირველად აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე გამოიყენა. ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს საჰაერო დერეფნის გახსნას თხოვეს და დადებითი პასუხი მიიღეს. 30 აგვისტოს ფაშინიანი საზღვარგარეთული ვიზიტიდან სომხეთში აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით დაბრუნდა. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 700,000 რუსის სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. როგორც უწყების მაღალ ჩინოსანი ანდრეი იუსოვი აცხადებს, რუსული ძალების უმეტესობა დონეცკის რეგიონშია კონცენტრირებული. ჩრდილოკორეელის სამხედროები კი მისივე თქმით რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. თბილისში 50 წლის კაცი დაჭრეს, მას დაზიანებები დანით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.